ჯანსუღ კახიძის 80 წლის თავისადმი მიძღვნილი ფესტივალის დასკვნით კონცერტს ამერიკული ჯგუფი New York Voice გამართავს. ვოკალური ანსამბლის წევრებმა დაგეგმილი კონცერტის დეტალებზე კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტროში პრესკონფერენციაზე ისაუბრეს. ანსამბლი სხვადასხვა სტილის და ჟანრის მუსიკალურ კომპოზიციებს შეასრულებს. ძალიან კარგი პერიოდი არის. ესენი უფრო კონცენტრირებული არიან კუბურ ბრაზილიურ რეპერტუარზე და ასევე რაღაც pop სიმღერებზე უფრო. თუმცა რამოდენიმე ძალიან ცნობილი ჯაზ კომპოზიცია არის და მასაც ასრულებენ. ჩვენ დეკემბერში ვიყავით საქართველოში და ძალიან კარგი გამოცდილება მივიღეთ. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ასე მალე დავბრუნდით თქვენს ქვეყანაში. ვახტანგ კახიძე ძალიან საინტერესო და ნიჭიერი ადამიანია. მისი მამის ჯანსუღ კახიძის ხსოვნისადმი მიძღვნილ ფესტივალში მონაწილეობა დიდი პატივია, რადგან ვიცით, რომ ის ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანია ქართული მუსიკის ისტორიაში. ორკესტრთან, რომელთანაც ვიმუშაობთ, არაჩვეულებრივია. ამ სტილში თიზე ჩამოსათვლელი ჯგუფები არიან, არის Manhattan Transfer და New York Voices და ორივე ამ ფესტივალზე არის ჩამოსული და განსხვავებული სტილით, იმიტომ ისინი სიმფონიურ ორკესტრთან უკრავენ და ესეთი ექსკლუზიური კონცერტები გამოდის და მარტო ის ფაქტი, რომ მათ ევროპულ ტურში, მათ სიაში საქართველოს არის მოხსენებული, ეს იმას ნიშნავს, საქართველოს ევროპის ნაწილია.